მოკლედ ხალხო, ძალიან საინტერესო ამბები ხდება კრივის სამყაროში და მოკლედ მიმოვიხილოთ ეს ამბები უცებ. ჯეიკ პოლი კი რაღაც ჩუბა კანელოს, მე კი რაღაც ჩუბა ტენგ დეივის, თურქი ალშეიხს უნდა ივედის ჩატარება ციხეში, ეხლა ატარებს ნიუ-იორკში და მოკლედ ძალიან ბევრი ცხელი ამბავი ხდება კრივში და განვიხილოთ აბა. თურქი ალშეიხი, მოკლედ ამ ადგილას ვინც არ იცნობთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ვიდეო, რომელსაც აქ ამოვანათებ და თუ არ ვწვევი პირველი ვიდეოა ჩემ მაგს და შეგიძლიათ ნახოთ რა მხელა ფასი აქვს ხა ამ ადამიანს კრივის სამყაროში და დიდი ნაწილი იქნება ის ადამიანი ხა ამ ვიდეოს და რო იცოდეთ ვინა, ჯერ იმ ვიდეოს ხრეთ და მე განაგრძელებ ეს ვიდეო. მაგრამ მოკლედ რო თქვა ეს ადამიანი არის საუდის არაბეთის მრჩეველი სამეფო კარზე მინისტრის წოდებით და გენერალური გასართობი ორგანოს ამჟამინდელი თავმჯდომარე. მოკლედ არის ფულიანი შეიხიდია, რომელიც არის კრივის გულშემატკივარი და ბოლო წლებია რაღაც ტოპ დაპირისპირებები რაც ხდება ამ ადამიანს ხელიურევია რომ ეს იმეთები შედგა. მოკლედ ხმები გაიცმა და ესეთი სტადიები იწერება რომ ამ ადამიანს გადაიმისა რომ რაღაც საინტერესო დაპირისპირებებში არის ჩართული, უნდა რომ საინტერესო ადგილას ჩაატაროს ივენთები. იწერება რომ უნდა რომ კოლიზეუმში მოხდეს ივენთი, ერთი პარიზში კოშკთან აკატრაზის ციხეში, რომელზეც ვილაპარაკებ. და მოკლედ ერთ-ერთი აქედან ესეთი ლოკაციების ვიცით უკვე ოფიციალურად, რომ 2 მაისს გარსიას ჯგუფი იქნება ნიუ-იორკ ტაიმს სკვერზე. ეს იმით იქნება სამჯგუფიანი, მარტო იქნება სავარაუდო ჯგუფი გარსია რომერო, მერე ანდერკარტზე იქნებიან დევიდ ჰეინი, ეჩუბება რამირეს, ტიეფმო ლოპესი და ბარბოსა ჯუნიორი, ანუ სამჯგუფიანი იქნება მთელი ივენთი. ლოჯისტიკურად როგორ იქნება დალაგებული და რამდენი ხალხის დასწრება შეიძლება და სხვა დეტალები არ ვიცი. ვარაუდია რომ უბრალოდ VIP ტიკეტები იქნება ანუ ცნობილი ხალხისთვის ან სელებრიტებისთვის რომ არ შემოიდგნენ და ანუ ზოგადად ხალხის დასწრება მეგონი არ იქნება. მაგრამ ასევე მეგონი ქუჩიდან შეიძლება ხალხს ყურება თუ რაღაც გავსი, ამიტომ დეტალები ჯერ გასარკვევია, ან შეიძლება არ უკვე ცნობილი და მე არ ვიცი, მაგრამ სახელით უკვე საინტერესო ივენთია რომ ნიუ-იორკ ტაიმს სკვერზე ხდება ესეთი დიდი მასშტაბის ბოქსის ივენთი. ესაც უკვე ოფიციალურად ვიცით ერთი ადგილი რომ ნიუ-იორკ ტაიმს სკვერზე ხდება უკვე ივენთი. და ასევე არის ვარაუდები რომ თურქი ალშეიხს და ბოქსის ივენთი ჩაატაროს ალკატრაზის ციხეში. ალბათ უმეტესობა მიცით, მაგრამ ვინც არის ალკატრაზი არის მაღალი უსაფრთხოების ციხე კალიფორნიაში პატარა კუნძულზე. ანუ ყველაზე სახიფათო კრიმინალები არიან ამ ციხეში და high security და ანუ ისეთ სასტავია რა კრიმინალები, დრაგ-დილერები, ნაბოზარები და ეგეთი. ნუ ამ ალკატრაზის ამბავს თავი გავებოთ ჯერ არის ოფიციალური თვითონ ამ ნიუ-იორკის ქართლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჰეინი და გარსია ჩუბობენ ერთ ქართლზე. ალბათ იცით რომ უკვე იჩუბეს ჰეინი და გარსია, მოიგორაიან გარსიამ და ის გათვლა არის რომ ორივე თუ მოიგებს ამ ჩუბს რემატჩი შედგება, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. პირველ ჩუბი ბევრი მოლოდინა შედეგი დასრულდა, იმიტომ რომ ელოდნენ ჰეინის გამარჯვებას, რაც უფრო ლოგიკური იყო ამ შემთხვევაში. გარსია ჩუბამდე სვავდა, ეწეოდა, რაღაც გაგიჟებული იყო ტვიტერზე, ძალიან სულელებს წერდა, ყველა ინტერვიუში გიშს გავდა და მაგ მიზეზების გამო უფრო რთული წარმოსადგენი იყო რომ რაიან გარსია მაგ ჩუბს მოიგებდა. ჰეინის ჰქონდა ჩუბის მერე მიზეზები რომ რაიან გარსია მოწონა, ჩააბარა ნიუტერება აღმოუჩინეს ძალიან მინიმალური, მაგრამ აღმოუჩინეს ნიუტერება ოსტარინი, რომელიცაც ბანიადებს არ შეიძლება გამოყენება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი აზრით ამ ორიდან ვერც ერთ მიზეზს ვერ დაასახელებ წაგების მიზეზად. პირველი წონის ჩაბარებას რო ავიღოთ, ანუ როცა გაიგო რომ გარსიამ წონა ვერ ჩააბარა, მოითხოვა თანხა რომ ჩუბი გაგრძელებული ყოლო 1 მილიონი თუ არ ვწდები გადაუხადა რაიან გარსიამ, რაც მოითხოვა ჰეინიმ და ჩუბს დათანხმდა, ანუ იცოდა რომ წონა ვერ ჩააბარა, დათანხმდა ჩუბს. ამიტომ ეს მიზეზი ვეღარ იქნება ჩუბის წაგებისთვის. და იმ ოსტარინზე კიდე ეს ნიუტერება რომელიც აკრძალული ნიუტერება რომელიც აღმოუჩინეს გარსიას, არანაირი გავლენა არ ჰქონდა მაგ ყველაფერს ჩუბზე. თუ რატო არ ჰქონდა მაგაზე, თუ გინდა დეტალურ ვიდეოს შევწერ. ყველაფერს თავი გამოვით ეს აკრძალული ნიუტერება ოსტარინი ძალიან მინიმალური რაოდენობის აღმოუჩინეს რაიან გარსიას ორგანიზმში, თან ჩუბამდე ტესტებში ყველაში, ანუ არაფერი ამოვარდნილა, ჩუბამდე ახლოს რო იყო იმ ერთ-ორ ტესტში ამოვარდა ეს ნიუტერება. და ყველაზე დიდი ვარაუდი არის რომ ესე რა ვთქვათ დაბინძურებელი საპლემენტის შეხვდა რომელშიც შეპარული იყო ეს ნივთიერება და ანუ ჩემზე გაცილებით უფრო ცოდნე ხალხმა ამ ყველაფერში ბევრმა ილაპარაკა და უმეტესობის აზრი არის რომ უბრალოდ დაბინძურებული საპლემენტში გაიპარა ძალიან მინიმალური ნივთიერება და თან ამ ყველაფერს ეფექტი არ ექნებოდა ჩუბზე. ანუ ჩემი აზრით სუფთა ტექნიკების და უნარების გამო მოუგო რაიან გარსიამ ეს ჩუბი ლევ თუგია რაც ძალიან სწრაფი მარცხენა ჰუკია ყველა მოარტყა ფაქტობრივად რომელიც მოუნდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა ჩემი აზრით მაგ ჩუბში რაიან გარსიამ. ნუ რემატჩი რა თქმა უნდა მაინც ძალიან საინტერესო იქნება. ნუ რემატჩამდე რა თქმა უნდა მაინც ძალიან დიდი რისკია, იმიტომ რომ რომელიმე თუ წააგო 2 მაისს თავის ჩუბი, всё, ანუ ფასი ეკარგება გაცილებით იმ რემატჩს. ამიტომ ჯერ შემდეგი ჩუბი აქვს ვარიოს მოსაგები და მე ძალიან საინტერესო ბილდაპი იქნება შემდეგ რემატჩამდე. მაგრამ ეს ჩუბი უფრო რომ მოახლოვდება, მე მაგაზე შეგვიძლია უსწრაფოდ ვისაუბროთ. კიდევ ერთი მიზეზი, რატოც შეგიძლიათ უმადლოდ თურქიას ეს ამ კრივის სფეროში, ნუ ვისაც ჯეი პოლის კრივში წარმატება არ გიხარიათ და ცოტა კლოუნად გონიათ მისი მოკრივეობა, გეტყვით რომ ძალიან ახლოს იყო, ანუ როარელითის ახლოს იყო ჯეი პოლი იმასთან რომ ეჩხობა კანელო ალვარესთან. ანუ ძალიან ახლოს იყო ეგ ყველაფერი ოფიციალურებასთან და ბოლო დღეებში თურქი ალშეიხმა ანუ მეტი თანხა შეთავაზა რაღაც სვანერ დაელაპარაკა და ანუ აქამდე თურქი ალშეიხი მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრ ტოპ მებრძოლთან თანამშრომლობს უკვე ჯოშუა ტაისოფიური, ბივოლი, უსიკი, ბეტერბიევი კანონოსთან არ თანამშრომლობდა ტვიტერზე რაღაც ცოტა კამათი ჰქონდათ რამოდენიმეჯერ მაგრამ ბოლო წამს
თან ანუ თურქიალში ეს არ ევასება ჯეიკ პოლი და ისეაც უნდა მაგრამ შეიძლება ჯინაზეც კი გააკეთა ის რომ ბოლო წუთას გამოაცალა ეს შანსი ჯეიკ პოლს ხელიდან თორე ძალიან ახლოს ვიყავით რომ გვეხილა ეს ჯგუფი ჯეიკ პოლი და კანელ ალვარესი ძალიან კარგი ჯგუფი რა მოხდა საბოლოოდ იმიტომ რომ კანელს ჯერ კიდე ძალიან ბევრი კარგი საინტერესო ჯგუფი აქვს შესაძლებელი რა თქმა უნდა პრაიმში არ არის მაგრამ ძალიან შორს არ არის თავის პრაიმის უმაროვიდან ამიტომ ბევრი გასაგებო საინტერესო ჯგუფში მინდა კანელს ხილვა ვიდრე ჯეიკ პოლთან ჯეიკ პოლს ჯგუფს რო იქნება 50 წლის და მაინც რავი ხელახმებული მოუგებს რადგან ჯეიკ პოლის ვახსენეთ ესეც ასე თუ ისე დადასტურებული ფაქტია რომ ტენგ დეივის ჯერ უნდა დეივის რომ ბოლო ჯგუფი მოეგო თურმე აპირებდა რომ კოლაუთი ანუ გამოიწვია ჯეიკ პოლის ჯგუფის მერე რაც სიგიჟია ანუ რა ორი ჯგუფი შეიძლება წარმოდიდგეს მომხდარიყო ჯერ კანელოსთან კი ნაღამ ჩაგაოფიციალურად ჯგუფი და მე ტენგ დეივის ანაპირებდა მაგრამ ეგეც ჩაიშალა სამწუხაროდ მისთვის და ჩვენთვის რა მე მაინც მიჩვენია რომ ამ ტენგ დეივის კანელოს ამ კიდე აქვს ცოტა პრაიმის მსგავსი წლები მინდა რომ ტოპ მოჭრებს ეჭხურონ და ვნახოთ რაღაც დიდი სამახაობა ვიდრე ჯეიკ პოლთან რაღაც ისულელი ეს ყველაფერი რომ ჩაეშალა ბოლო კოლაუთი ჯეიკ პოლს ქონდა ანტონი ჯოშუასთან პოდკასტზე ისაუბრა რომ ანტონი ჯოშუა არის მოუქნელი სკილი არა აქვს ნიკაპი უკვე აღარ უარგა უბრალოდ დაკონთული ტიპია და ანუ ბევრი სისულელი ელაპარაკა რადგან სხვაშორის ანტონი ჯოშუა მოპასუხა რაღაც თორებზე მოთაგეს ერთმანეთი და თურმე დარეკეს კიდევაც ამ ჩხუბიც ნამდვილად გეგეთია და არ ვარ შანდაბას თუ ვიღაცა ისეთ ადამიანთან უნდა ჯეიკ პოლს ჩხუბი იჩხუბოს ანტონი ჯოშუასთან ჩაატაროს ჩხუბი თავი რომ მოძრება და კბილები რომ ახლა ექნება ჩასასმელი მე თავის თავს აბრალოს რომ გამოიწვია ანტონი ჯოშუა უი მეგობრებო კი ნაღამ დამავიწყდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი კვლევის ის იყო რომ ბატონი თურქი არ შეიხიდა დენა ვაითი დაძმობილდნენ მოგეთ შექმნეს ახალი ბოქსინგ პრომოუშენი და როგორც ხვდები აპირებენ რომ აი UFC-ში როგორც არის ახლა რომ ყველა წონას ყავს ერთი ჩემპიონი კარგად არის ორგანიზებული თავისი რეიტინგით და ასე შემდეგ მსგავსი სისტემისკენ მივიდნენ კრივშიც რადგან როგორც მოიხსენებათ ამ მომენტში კრივში შეიძლება ერთ წონას ყავდეს 4 ჩემპიონი თუ 5 არ მახსოვს მაგრამ WBC, WBO, WBA, IBF ესენი არიან სალსაკე პრომოუშენები და ანუ ყველას თავისი კამარი აქვს, თავისი რეიტინგი, თავისი სისტემა, თავისი მანდატორი ჯგუფები და ერთი ამბავით რაც არეულობას ქმნის, ანუ ძალიან სისულელია ჩემი აზრით, რომ ერთ წონაში შეიძლება იყოს 4 ჩემპიონი. ანუ ერთ და იგივე წონას ჩუბობ და მე ჩემპიონი ვარ. მეც ჩემპიონი, აუ შეიძლება, მეც კამარი მაქვს. მეც მაქვს კამარი სხვა შორის. მე კამარი არ მაქვს და შავრალი ჩამძვრა. ხო და მოკლედ 27 კამარი რო ერთ წონაში ეგრე სისულელე და ანუ არა გამორიცხული რომ დღეს და ხვალ არა, მაგრამ რამოდენიმე წელს ისეთი სიტუაცია მივიღოთ, რომ როგორც UFC-ს აქვს ჩამოლაგებული ყველაფერი ამ ახალმა პრომოუშენმა TKO-მ, რომელიც არის ამ თურქიალში იღეს დენავაითის, ყველა ტოპ ბოქსიორი მითვისონ და ამათი ორგანიზაციის ქვეშ ხვით და მივიღოთ გაცილებით დალაგებული სისტემა, ვიდრე ეხლა რაც არის, რომ ყველა ჩემპიონი არის, როცა არ არის არავის ჩემპიონი. ну ხო აი როგორც ვითხარით ანუ უბრალოდ კი მევასება ეს ტიპი და მაგითო კი რომ ვაწენ ამ რაღაცას მართლაც ლობს რომ ტოპ-დაპირესპერები შეგვიქმნას საინტერესო ივენთები შეეკრას ეხლა სისტემოდაც აპირებს რომ უკეთესობა შემოიტანოს და ასე შემდეგ რაც ძალიან კარგია ჩემი აზრისთვის და ვნახოთ რა განსხვავებებს შემოიტანს ერთი ცუდი მხარე შეიძლება ის ქონდეს ამბავს რომ მაყუთის სპონჩი თუ სიტუაციამდე მივედით რომ ყველა ერთი პრომოუშენის ქვეშ უბობს და ერთი ბოსი ყავს ყველას როგორც UFC-ში არის ხარ რომ კრივთაში დავით გასწრებით ნაკლებს უხდიან შეიძლება გადახდის სპონჩი ცოტა რაღაცეები არ გამოვიდეს კარგად მაგრამ ეგ ჯერ რთული გასაფრთხილია რა მოხდება რა არ მოხდება რამდენად წარმატებული იქნება ეს პროექტი და ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება ასევე შეიძლება მან იმ მხრივ გასცეს გზა რომ მაგალითად UFC-ში მოჭუბარ ტიპს შეეძლოს რომ ერთი-ორჯერ კრივის ივენთი ჩაატაროს ისე რომ ეს არ იყოს პრობლემები რომ მე UFC-ში კონტრაქტი მაქვს და ვერ ვიჭუბებ აქეთ იმიტომ რომ ესეც გოდენავაითის იქნება და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს მოიტანს ეს ყველაფერი შემდეგი თემა დღესაც სულ ეს იყო რამე კითხოთ თუ ეკთებათ იმ თემებზე რასაც ვისაუბრეთ დამიწერეთ და შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ რაღაცები შეიძლება გამომრჩა და დამავიწყდა ანუ რისერჩი არ გამიკეთებია უბრალოდ როგორც მახსოვდა ეს მოვლენები ისე ვლაპარაკობდი UFC-ზე წოპირე ვიდეოს ჩაწერას და თუ გაინტერესებთ რა ვიჩავწერ რატო არის ჯონ ჯოუნსი ჩმორი ასევე ისლამ მახაჩევი რატო არის მერაბდოლიშვილი მანქანა რატო ეშინია ყველა ცილიათოფურიეს და ასე შემდეგ და ვინ არის ბელალ მუჰამედი დღეს სულ ეს იყო გემშვიდობებით და თბილი ძილი